6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ეფექტი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა მოუტანოს 5 წელზეა გაწერილი. ემარ ჯგუფის მიერ თბილისში, კერძოდ კრწანიში 590 ჰექტარზე მულტიფუნქციური პროექტი. ზღვისპირეთში კი გონიო მარინა აშენდება, რომელიც ბრენდირებულ სასტუმროებს, მოლებს და რეკრეაციულ სივრცეებს გაერთიანებს. ეს არის უზარმაზარი თანხა, ასეთი დონის ინვესტიცია საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ ეს არ ჩათვალოთ, რომ ეს არის მხოლოდ 6 მილიარდი. როდესაც ასეთი სერიოზული ფირმა და ასეთი სერიოზული გაერთიანება აპირებს ამხელა თანხის ინვესტირებას საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს არის მაგალითი სხვა ინვესტორებისაც, რომ საქართველოში ღირს ასეთი დიდი რანგის და ასეთი დიდი რაოდენობის თანხების ინვესტირება. ეს არის განაცხადი საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით, რომ საქართველო არა მხოლოდ ეკონომიკურად არის მომხიბვლელი, არამედ უკვე საიმედოა მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცეთ ფაქტორს, არა თუ 6 მილიარდის, 6 მილიონის შემთხვევასაც კი და ინვესტიციას 6 მილიონის ოდენობის, სადაც ნებისმიერი კომპანია ჩადებს ქვეყანაში, სადაც არ იცის, რომ იქ არის პოლიტიკური სტაბილურობა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის საქართველოში შემოსვლამ ოპოზიცია ნეგატიურ განწყობაზე დააყენა. ცდილობენ საკითხს პოლიტიკური სარჩული მიაკერონ და საზოგადოება ეკონომიკური ტერმინებით დააბნიონ. განზრახულებათა მემორანდუმზე ხელისმოწერა არ ნიშნავს ინვესტიციის განხორციელებას. განზრახულების მემორანდუმზე იქნა ხელი მოწერილი და ეს იქნა, ასე ვთქვათ, მიწოდებული საზოგადოების არნუ თითქოს ინვესტიცია უკვე ხვალ განხორციელდება. რას არის ტყუილი? ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი და ილუზიის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თითქოს და იმ უდიდესი ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია, რასაც ქართული ეკონომიკა მიიღებს ივანიშვილის პრორუსული ნაბიჯების გამო და იმის გამო, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ამ პრორუსულ რეჟიმში ფულს აღარ ჩადებენ. ოპოზიცია რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა პარალელი უცხო ქვეყნის მაგალითთანაც გავლო და განმარტა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები ოპონენტებს არ ახარებთ. ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს 6 მილიარდი, ანუ რასაც არის საუბარი ამ ინვესტიციის ფარგლებში და ეს ინვესტიცია განხორციელდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში. როდესაც ემარ ჯგუფი ხელს კიდებს ხოლმე რაიმე პროექტს, აუცილებლად მიყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 6-7 წლის წინ და ეს პროექტი სრულად განხორციელდა. და როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ზუსტად იგივე განცხადები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად რატომ არის ეს მსგავსება? იმიტომ რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ყავთ ერთი და იგივე პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ რამენერად შექმნან ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ბურჯ ხალიფას შექმნელები განახორციელებენ. ამის შესახებ მემორანდუმი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაფორმდა. პროექტის პრეზენტაცია კი უახლოეს მომავალში თბილისში გეგმება, როცა საქართველოს თავად ემარ ჯგუფის დამფუძნებელი ეწვევა.